განათლების კომიტეტმა უმაღლესი განათლების შესახებ კანონში ცვლილებები განიხილა. სტუდენტებისთვის ქართული ენის 2 სემესტრიანი სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო ხდება. პროექტში წერია, რომ საკანონმდებლო ცვლილებით სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ აიმაღლონ ქართული ენის ფლობისა და წიგნიერების დონე. ქართული ენის სწავლება უნივერსიტეტებში ნაციონალურმა მოძრაობამ გააუქმა. 2025 წლის 1 სექტემბრიდან უნდა აღდგეს სავალდებულო წესით ყველა უმაღლეს სასწავლებელში ბაკალავრიატის საფეხურზე ქართულენოვან სექტორში არ აქვს მნიშვნელობა რა სპეციალობაზეა საუბარი ქართული ენის სავალდებულო სწავლება. საკანონმდებლო წინადადებით მოგმართეს ენათმეცნიერებმა გააგვანდეს ის ისტორია, რომელთაც 2005 წელს მაშინდელი სამინისტროს ხელმძღვანელობის ზეპირსიტყვიერი მითითებით ეს საკითხი ამოღებული იქნა მიზანმიმართულად და ქართული ენის საწინააღმდეგოდ შეიძლება პირდაპირ ითქვას გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებელში 2025 წლის 1 აგვისტოს შემდეგ. ცვლილებები ასევე ეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აფხაზური ენის სწავლებას. ამით ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ ძალიან ღირებულია ჩვენთვის აფხაზური ენა. რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს და 1+4 სისტემას. სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ჩაატარა კვლევა, სადაც გვაქვს მართლაც წარმოუდგენლად კარგი შედეგი, რომ ეთნიკურად არაქართულ მოსახლეობის ახალგაზრდობაში 93%-მა კარგ დონეზე იცის ქართული. წინა ხელისუფლებამ გაბედა და მიზანმიმართულად განახორციელა სახელმწიფო ენის ქართული ენის წინააღმდეგ ეს იყო, რა თქმა უნდა, უპატიებელი შეცდომა და ჩვენ გვქონდა ვალდებულება, რომ ეს საკითხი გადაგვეწყვიტა. ეს არის ქართული ენის დაბრუნება ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებში და არის ისტორიული ნაბიჯი, როდესაც აი ამ ქართული ენის ხელყოფისკენ წაუწდათ ხელი ამ რეჟიმის წარმომადგენლებს, ამან რა თქმა უნდა ძალიან ცუდი გავლენა იქონია ჩვენს ახალგაზრდობას.